აბა დავიწყეთ ჩაწერა. YouTube-ს გაუმარჯოს. მოგესალმებით ყველას. როგორ ახართ? მოგესალმებით ყველას. ირაკლი, ეგრე უნდა რომ გაიხურავ კარებს და წახვალ გამბავს არ დაიტოვებ. აუქნა ძმაო, საქმეები და საქმეები. გავარვარებულ ღუმელთან მარტო. ხდება ხოლმე. იმდროს მარტო მომიწია ჩაწერა უშენოთ. ვიცი, ნახე ვიდეო. ნახე? კი ბატონო. როგორ მოგეწონა მერე? მომეწონა მე. ცუდი ვიდეო არა. კიდევ ერთხელ გამარჯობათ, როგორც შეგვიდით წინა ვიდეოზე. დღეს განსხვავებული თემა გვაქვს, ეს არის უკვე ხრახლულიანი დენიელ დეფენსი. ამიტომ თეორიულად ირაკლი უფრო მომზადებულია. ეს კარაბინია, ხო? ნახევრად ავტომატური კარაბინი. შეშაშხანა. ხო. მაგრამ რაღაცგან მოკლელულიანია შედარებით კარაბინი. ხო, ანუ დღეს გვაქვს პატარა მოკლე აღწერა და საცდელი სროლები დენიელ დეფენსიდან 223 კალიბრი, ანუ იგივე ნატო 5.56-45-ზე. გთხოვთ აბა ირაკლი. ხო, ნუ დენიელ დეფენსი რაც შეეხება ამერიკული მწარმოებელია, საკმაოდ მაღალი ხარისხის საწარმოებს და ძალიან ცნობილი არის მთელ მსოფლიოში. ამერიკაში ძალიან მაღალი რეპუტაცია და პოპულარობით სარგებლობს. სისტემას რაც შეეხება ეს ირვინ სტოუნერის ლეგენდარული M16-ის ბაზაა, ანუ ბაზა იგივეა, უბრალოდ ვიზუალური აქვს შეცვლილი, გათამამდროებული აიარაღი, დამატებული აქვს ემლობის სისტემის ესეთი ტიპჟირი, თავისი პიკატინის რელსით, ტელესკოპური კონდახი. გრილსაც ეძახიან, ხო ამას? ხო, ერთერთლიანი სამაგრი აქვს დამაგრებული მფლობელის პატრონს. აბა, სარევნეღოდის აი ეს ერთელია. ეს კამარაზე გარკვეულად ერთელიანი. ფაქტიურად ვიზუალს თუ არ შევეხებით, შიგნეულობა არის M16-ის ბაზა. M4-ის ბაზა რა. ამ კონკრეტულ მოდელს განსაკუთრებული აქვს რომ სახელური და წინასახელური და ცეცხლსმართვის წერტილები აქვს თანამედროვეული უფრო კომფორტულად მანევრირებისთვის და დამონტებული აქვს ოპტიკა ზევიდან. წესით ასეთი მოკლე კარაბინებზე ოპტიკებს ნაკლებად აყენებენ უფრო კოლიმატორებით შემოიფრინებიან ხოლმე, როცა საბრძოლო მდგომარეობა, საბრძოლო ოპერაციები თავს. ანუ ეს მაქსიმალის იარაღი არ არის რა, ეს ამაზე ჯობია რომ იყენოს კოლიმატორი და უფრო ეფექტური სასროლია მოძრაობის სისტემებზე. თუმცა არავინ არ გიშლება ოპტიკა დააყენოთ და უფრო შემოძლებელია საერთოდ ხოლმე. სანადიროდ ალბათ ესეთი ვარიანტი ოპტიკა კოლიმატორის ტიპის სამაღალი იგივე ვორტექსი იგივე აი ეს ფირმა მელია და მოვიხსნა ხო ვექტორ ოპტიქსია ეს რა ძალიან კარგი ფირმაა. მოდერნია დენიელ დეფენსი M4 და V7S არის თუ მოდელი, V7X არის ეს მოდელი და არის მულტიკალიბრი. ანუ მულტიკალიბრი ნიშნავს იმას, რომ ღებულობს როგორც იმას 5.56, ასევე 203 რემს. რა განსხვავება მაგათი? არის სხვაობა რა. ერთი საბრძოლო, ერთი სამოქალაქო უნოშია ეს ტყუები და ორი ტყუელზე ნუ გიწერია რომ მულტიაო და ნუ დავიჯეროთ რომ მულტია და წარმოებელი ასე. თუმცა თვითონ ზევით 5.56 წერია. ხო, თვითონ 5.56 წერია კი ბატონო. მაგრამ მულტი ნიშნავს რომ 200 მიიღებს. და black grey რა, შავი ბერძენიო რა. რატოსი არის? გრეკი თუ გრეგიო? grek. კაი, ბერძენს ნიშნავს black შავი. კაი, შენ ახლა გითხარი ეს რა კატეგორიის ნადირობისთვის არის ეს? ჯგუფური ნადირობებშიც გამოიყენება, აქვს გავსი იარაღი და იყენებს ხოლმე, საკმაოდ ეფექტური ტყვია აქვს და საკმაოდ შემაჯერებელი ტყვია აქვს. 5.55-დან თან განსხვავებით 5.56 უფრო ფრაგმენტირებადი ტყვია, ანუ მოხვედრისას, მარცხენაზე მოხვედრისას უფრო დიდ ინფორმაციას განიცდის და ნაკუწებად იშლება თქვევა ასე თქვა. მე რამდენადაც ვიცი, AKS-ის კალიბრთან შედარებით გილზიც დიდია და დენტიც მეტი ყრია. იმათი 39-ია. ეს თითქმის ერთ და იგივეა. ამათი 45 ძლიერი კალიბრი არის 5.56. სიშკარიც მეტია მე მგონი. სიშკარიც მეტია კი ბატონო. ხო. ლულა ამ შემთხვევაში როგორც ვთქვა, ფაუნდირებულია. ეს ქრომირებული არ ამგონია რომ იყოს ეს ლულა. რას ნიშნავს ანოდირება? ანუ ლულიშკი და არხი თუ ზოგან იცავენ, ზოგჯერ იცავენ
ქრომით ზოგჯერ იწავენ ნამდვილებით ამ სპეციალური ტექნოლოგია, რომელთაც ხდება დაფარვის მეთოდი. ხო, შიდა არხის დაცვა კოროზიისაგან და წოთისაგან. 18 გიხდება უფრო რა. აქ ხო ისე ვერ ამოვედით, რომ ქარი არ იყოს, ეხლა საშინელი ქარია და ხო, ქარი. იმედია რომ ეს ჩვენი პეტლიჩკები კარგად გამოცემა. მოკლედ რასაც უყურებ ეს ისეთი იარაღი არის ტაქტიკური იარაღი და ჩასაფრებიდაც შენურად შეიძლება რომ ის გიჟი და გადარეული რო იყო. კარლოს შაკალი იმას შეშურდება ისეთია. ეგ ცოცხალია ხო იცი ეგროვია? ხო. 75 წლისაა ჯერ არ ჩაძაღლებულა. ცოტა არ ვიცი ალბათ მე მგონი სამუდამო ქონდა მაგას მისჯილი და ხო და მაგას ცად ამით ხალხო. არ ვიცი მოვიძიებ მაგას მაგრამ მაგის ბიოგრაფია რო ვნახე ანუ საერთოდ რო ეძებ ხოლმე იქ ჩანს დაბადების და სიკვდილის ისა დაბადებისა და სიკვდილი ხო წერია 75 წლის არისო და ხო ნუ ახლა კიდევ ნახოთ ილიჩ რამირეს სანჩესი ხო რამირეს სანჩესი კარლოს შაკალი მანძილი ახლა დაახლოებით 80 მეტრი გადავზომე რომ საყრდენიდან ესროლო შენ აგერე ნუ გეტყვით იმას რომ მხრიდან სროლას უძრავს ამ მიზნებზე ამ შემთხვევაში რამდენი აზრია იმიტომ რომ კონკრეტული მიზანი გვაქვს ჯგუფი გვაინტერესებს და ჯგუფს გააკეთებს და იქიდან გამომდინარე რა და ჩვენ ჟაკნებს რო ვესვით აი ეს მორი გვაქვს გვიდევს და იმის უკან ყოველ შემთხვევაში ირაკლიმ თქვა რომ მაგ მორს ეს 223 ტყვია ყველა ვარიანტი შეიძლება გახვრიტოსო და შეიძლება კი არ გახვრიტოს 100%. უკნიდან დაუდე ფოლადის ფურცელი 6 მმ-იანი ადრე ვესროდით ხოლმე ჟაკნებს შეიძლება ის გახვრიტოს აი ნახოთ სულ რამოდენიმე ცალი ტყვია გვაქვს ხა დიდი მარაგი არა გვაქვს და მოხსენი ეგ მჭიდი და გადახსენი გადმოხსენი აბა გვაჩვენები როგორ სადაა ჩამკეტი ეგენი ხوار გვილაპარაკია ეს რა მე მგონი რომ ყველა მითის ეს მეთქი და არა ვთქვათ ჭიდი პლასმასის არის და ნელ დეფენსი ესეთი ცარიელია მაინც გადმოტენე რომ აჩვენო ხოების წესები გასვით ეს ჩვენ ისინას ნახეთ მაგრამ აგერ ცარიელა და გადასიტან სახელოზე მე გითხარ რომ ორ მხრიანია და შეიძლება სამმხრიანი ხო საკეთ სამმხრენსა ამას ორი მხარეს აქ ანუ ორი მხრიდან შეგვიძლია რომ გადავწყვეტ რა აი ორი მხრიდან ხსის კბილს მეტალია ხო ეგ კი შეიძლება ზოგზე პლასმასი მინახია აქ არის არა პლასმასი აქ არის ყურეთ აქ შემოდის მილი გაზომილი აი იქიდან გამოჩნდება რა ჩაახედეში საიდანაც გაზები დენტისტის გაზები შემოდის პირდაპირ საკეტის ზევით დატოვებულ მუხტაში აი აქ აღარ ვიჩო მოიცადე აბა ერთი შეხედე ეს აი მოკლედ თავში და შევანახოთ რა თქვა კი მოკლედ შეიძლება იარაღი ასეთ გადაიხსნა ესე შეგვიძლია რომ გავაცალკევოთ აქედან მოგეხმარო არ მინდა აგე დადე მაშინ და ისე და დავდო ამას ხო ვეღარ გამოვიღებ ეს ახლა როგორც ვიცი მჭიდი არის 20-იანი და ცოტა დიდებიც არის ხო კი დიდებიცა დარჩა აპირი და ეს გამოვიდა საკეტი აი ყურეთას გეუბნებოდით აი ზევით მის ხედავ დავალაფე აი ეს მილი როა შენ შემოსული აი ხო აი ეს მილი გაყოლა მთლიან სიგრძეზე აი დააკვირდა შინიდან ჩანს კიდევაც დაუერთება გაზუკამორას კამერას კამორას აი აქ კი ლულარი გახვრეტილი დენტისტის გაზები როცა გაისრიო და არტყავს ნემს აფეთქება დაიწუვა დენტი და მიაწვევა ტყვიას ტყვია დაიწყოს მოძრაობა სრულის გასული ზღარში და როცა მივა იმ ადგილას სადაც ლულა გახვრეტილია ეს ნამწვავი გაზები დენტისტის გაზები შემოვა ამ გაზოკამორაში დაიწყებს უკუსლას იმიტომ რომ მილი უკან გრძელდება შემოვა აი ამ ადგილას ეს ადგილი ეს მილის ეს ნაწილი უკან ნაწილი თავსებადი არის აი ეს საკეთის აი ამ ნაწილთან ამაში შედის აჰა აქ დააწვება მიარტყამს გაზები ანუ მიაწვება გაზები და საკები იწყებს უკუსლას ანუ იარაღის ავტომატიკა არის გაზოგადამტენი მექანიზმით აღჭურვილი ასე ვთქვათ რა გადაიტანება იარაღი გასროლილ მასალას ამოაგდებს ავტომატურად და ახალს შეიტანს უკმოქმედების ზამბარაკი და მოთავსებული არის აი აქ ეს უკმოქმედების ზამბარა აი დაანახე ბიჭო ხო წარმოვიდგინეთ რომ ასე ზის ეს აი დაახლოებით აი ასე ანუ დამაბრუნებელი ზამბარა არის კონდახში ხო კონდახში კი გადამტრი წამოუკან და მე მისო შეიტანს წამოუკან შეიტანს მე ახლა იმას უყურებდი აი წინ რაღაც მიხაკივით რო აქ თავი რამდენი კბილებია ხო ეს არის საბრძოლო კბილები დააკვირდით 1 2 3 4 5 6 7 7 სრული კბილი აქვს და ერთი მოკლე კბილი აქვს რომელიც
სიბრძნე ის არა? ხო, არა, სიბრძნე არა. ეს კვილი არის ამომგდები კვილი. ანუ ეს დაზამბარებული კიჭია. ერთი ვაზნას აი ეს ამოწეული რო ქვეშთან აწובה აი ეს ოქრე. ხო, კვილი წამოძდებს იმ ღარზე და რო გამოისროლოს. ეს უკვე ნაწილი კიდე პატარა ნაწილი ამოწეული ეს ქვევიდან აწובה. ამოსის დროს ეს ქვიდან მიარტყამს, ეს კვილი აქედან გამოვაგდებს და ხდება საექსტრაქციო ფანჯარაში მცირე მასრის გადამოგდება. ეს თავაკი თავისებურად ბრუნვადია. ნახევარ ბრუნზე ეკეტავს, 90 გრადუსზე იკეტება, აიყურე. ამ პოზიციიდან რო შევალულაში და გადატრიალდებოდა, აი ეს დაიკეტება. დაახლოებით ბენელის იმასავით არის. ხო რა, ესე იკეტება. ბრუნო ჩიოლანის. ეს კვილებით კვილა რა დატანებული აქვს, აქვე აქვს ამ კვილების შესატყვისი მეორე ნაწილი, აი ეს არის ზუსტად და ხშირად როცა ჭიც მოარგებ და ან უჭირს შეტანა დაბინძურების დროს ლულის არხში ტყვი შეტანის, ამას ჩაარტყამენ ხოლმე აქედან გამოდის კბილი, აი თუ დააკვირდებით, აი ყურებ ჩაახედი ახლა, აბა სამაშა, აი, დააკვირდი ახლა გამოყავს თავი, ხო? მოიცადე. აი, მოიცა. აბა ნახე აი თო შუქი. რავი. აქ აი თო განათება. არა. აქ დაანახე ჯოეგერ არის, აი ყურე. აქ შეხედე ყურე, ქვეშიდან ყურე, ეგ გამოყავს თავი და ამოყავს. მოიცადე ისე დაიკავე რომ აი ესე. ხო, ფოკუსი დაიჭიროს. იგება? აი? ხო, ჩანს. კვილი ხედავ? კი. ეს კვილი უტყავს აწובה ამაში, რომ მაქსიმალურად ჩაკეტოს საკები რა. ხო, რომელზეც მოხდება ამ ჭერით. რომელზეც მოხდება ხო მნიშვნელობა არ აქვს, რომელიღაცაზე. ეს ამ სიგზე ამ ხელაის დაროშკა მთლიანად საჭიროა? ნუ არა, მთლიანად საჭირო, მაგრამ დატოვებული აქვს რა. სულ უკანა პოზიციაში არ დარჩება ახლა ეს.ია დატოვა. აქვე აქ ამ გასვეძებ. ნუ აქ დარჩა ლულა საბიზნესო მოწყობილობებით და გაზოკამერით და სახელურით და საექსტრაქციო ფანჯრით და ეს კი ახსენთაც იყო ეს შესაძლებელი მე დემონსტრაციას გავაკეთებ აკადემიას. რატო უთხრათ ხოლმე ხო აქვე არის ამსხლეტი ეს ტყვილა არ აქვს ეს ბუგაროგი ეს არის ამსხლეტი ბორცვი ამوارდნელი მასრა ეჯახება აქ და მე ვარდება სახეში რო არ მოხდეს მსროლი ხო ეს ამსხლეტია რა ეს ამსხლეტი ხშირად კეთდება ხოლმე უფრო დახვედილი სიუსუბუქის გულის ხდება მაგრამ შემთხვევაში ეს მასიური სხეული გვაქვს ეხლა ირაკლი ბარემ ხელში გიკავია უყურე ეგ დეტალი აიღე ერთი წამით ისევ ახლა დავიდი ჯერ არა რაღაცა უნდა შეგეკითხო აჰა აი წინ რო აქვს ის ალმაქრი ხო მე რა ვფიქრობ იცი ეგ ალბათ ეფექტურია ავტომატურზე ხო ეგ ალმაქრი და ჯერიცრული დროს ხო და თვითონ ნახევრად ავტომატურებზე როგორც ეს არის უფრო მარკეტინგული რაღაცა სვლა არის არა აქ დატოვებული ხრახიდან შეიძლება მოხსნა აქ სულ მოდერატორი დააყენა რაღაცა სხვა და რაღაცა ხო მაგრამ რაღაც ლამაზი ჩანს ეგრე უფრო და რამეს აკეთებს ისე არაფერია ვითომ კომპენსირებას აკეთებს რომ არ ავარდეს სულაზე ვითომ რა შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს ჯერიცრული დროს ეს უბრალოდ აქედან ალი გამოვარდება და სიგნალებში ასეთი ლულის ფანტავს ალს და არა ჩანს რა ხო რა განათებას ახშობს ასე ვთქვა ცეცხლის რო შესამჩნევი არ გახდეს ალი რო არ გამოჩნდეს რა აი აქედე ეს დაკვირვებული ლულის სახაზირო ნაწილი ჩანს თუ დაკვირდებით ჭრილებისა და ჩედის საკეტის კბილები და მე ტრიალდება შეიძლება საკმაოდ პრიმიტიული მაგრამ კარგი მიგნება არის მე რა ვიცი ერთ წუთი გავთიშავ და განათებას ჩავრთევ აბა რომ ტელეფონს დახამე ანთია ხო განათება ჩაურთე შენ აბა შენი მიკროფონი მაჩვენე კი მწვანეთ არის მუშაობს ხო რა შეეხება დამცემსასროლ მექანიზმს აქ მოთავსებული არის დამცემსასროლ მექანიზმი ცეცხლის მართვის წერტილებით ეს არის მჭიდის ჩამონგდები ან გულის გამშვები მჭიდი რომ ამოვიღოთ იქ რაღაცა ჩავარდება ეს არის დამტყმული ძალიან ბევრი ტაოტი და ზეთი მეჩვენება ხო ნასროლია და არის გაწმენდილი ეს არის მცველი ღილაკი რომელიც ორ პოზიციანია მცველი და ნახევრად ავტომატური სროლისთვის აი ეს არის გინდა მარჯვნიდან გინდა მარცხნიდან აქედანაც ორ წერტილიანი ეს ღილაკი არის გამშვები ღილაკი ანუ ტყვიების გათავების შემთხვევაში ეს საკეტი რჩება უკანა პოზიციაში და ჩიც რომ მოარგებ მე ამას ჩაარტყამ და ეს გამოწეული რჩება მე თავიდან არ ვიცოდი ხოლმე და ფილმებს რო უყურებდი რომ ჩადებდნენ ამბობს მე გვერდიდან რომ მიარტყავდნენ მე ვთქვა პანჩურს ურტყავენ მეთქი და თუ ეს გადახსნილი ჩამკეტის შეიძლება და ამას ჩაარტყავ და უკვე ავტომატურად შეიტანს ან მეორე შემთხვევაში კიდე არ დაელოდო შეიძლება
ჭიჭი ვაზდემზე გათავებას, მაგრამ რომ მიხვდები როგორ ცოტა ვაზდები დაგში და გააგდრო წუთებსაც და წამებსაც მნიშვნელობა აქვს. ბავშვად იცი დაახლოებით რომ 2-3 ვაზდა გადარჩენილი ჭიჭი ხო იმოუგზავს ხო თავისუფალი დრო გაახ ამოფარებული ხარ რაღაცა ჯობია რომ ეს 2-3 ვაზდა ჩამოაგდა ხარ ჭიჭი გაუკეთო და უფრო ასე ვთქვათ მაქსიმალურად შეერაღებული იყო და მეორე თქმებით იყო ვიდრე იმ 2-3 ვაზდის გასვლას დაელოდო მე შეცვალობდი ხო და იმ შემთხვევაშიც გამოსადეგი არის მოხსნი მე გაუკეთებ და ეს ღირაკი აღარ გჭირდება უკვე ხდები? ლულაში ცოტყვია ამ ჩარჩება გააგრძელებს ის. ხო, ანუ ეს თუ გაგითავდა ეს ღილაკი ეს დარჩება მე გაუკეთებ ჭიჭი ატყავს და შეიძლება. ხო, ანუ ჩამგეთი ზატური ეგრეთ წოდებული გადახსნილი რჩება და რომ შეიტანოს მაგის. ყველა პოზიციაში რჩება, ყველა პოზიციაში. ხო, ეს ძველი ღილაკი. აქ ნახეთ ეს რო ეს არის უკვე ზამბარა მოთავსებული არის ტოპში, კონდახი არის ტელესკოპური მოძრაობაში კიდევ მოირგოთ შახტა არის ესეთი კედის შახტა არის ესეთი მინიმალური დეტალები აქვს და ხო და რაც ეს არის კიდე დამჭირ შესაძლებლობა შეგვიძლია საერთოდ ამოვიღოთ და წვენდოესა მოვახდინოთ და პიტავი რომ ორ გამჭოლო ღერძია ამას ჩაარტყავთ გავა და გადის იქიდან და როგორც სანადირო თოფებზე როა მოაქვს ხო ძალიან მარტივად მოდი მაშინ აბა რა გადავჩენია ახლა ავაწყოთ ავაწყოთ გავისროლოთ ეს ჩვენი რამოდენ თუ მდგომარეობაში პირველ რიგში ჯდება აი ეს სახელური ჩვენი ხო აი ეს ჩასოვდა მიაწვევით მე ჯდება ანუ ეგ აღირავებული უნდა გვეკავოს ხო ხო ჯობია რომ აღირავებული ქონდეს ბოლომდე არ შესული ეგრე ეს თავისი ისაა გელცივით და იმაში ჩაჯდა ხო ყველა ვარიანტია ბრო ხო ღრიჭო აქ და იმაში ჩაჯდება რა ხო აჩვენია ბათან აი ეს მილი ახლა გამჭრილი და ვიდრე შეიძლება შეგვიძლია ხო შეიძლება და შეცურდა და შევიდა თავის ადგილას სადაც უნდა შევიდეს დაიკეტა უნდა დაწკაპუნდეს ხო ხო ჩაკეტა ბოლომდე დაიკეტები მე მოვარგებს ხონდო წილანაწილს ჯერ წილანაწილს აი მაგ ფანჯერის გადმოღებას რა დანიშნულება აქვს მაგ ფანჯერას ეგ ფანჯერა გასრულსაც ვერ ხდება მაგრამ იხურება იმიტომ რომ ზედმეტი დანაგვიანება არ მოხდეს ერთი გაუღარეთ всё აწყვობილია ხო ეს ხო უყურე აი ეგ ფანჯერა დაკეტილი ეს ფანჯერა რო ჭიჭი არ მოხდეს შემთხვევაში პლასტიკის თარ შესრულებული მაგრამ ხედავს შეშტია ხოლმე და გატაიზოს ატომოდ გააღოს უყურე ხო ან თუ ვაზნადებს შიდა დაკეტილი გვაქვს გასრულიზოს ატომოდთან ჩამოაგდებს აჰა კიდი პლასმასია მაგრამ პლასმასია მაგრამ კაი გამძლე პლასტიკია მაღალი ხარისხის ყველაფერს უძლებს ერთი შეიძლება ტანკი რო გადაატარო მანქანაზე იმას ვერ გაუძლებს მაგრამ ასეთი ჭიდი როგორც წესი სამხედროებას ეგეც არ უთხრდებიან როცა ბრძოლის დროს აღარ ეძებენ ხოლმე ვერბეიან რა ანუ ეს როგორც ასე იგი სახარჯო მასალაა რა ამაზე ძებას ამას ძებას არ უნდა დაიწყოს რასხოდი მატერიალურია რასხოდი მატერიალი უნდა იხარჯო არის კიდე ასეთი ჭიდები შესრულებული თუნუქისგან ის უფრო მეუხეშება და უფრო ეს არის ხოლმე ეს კაპრეზულია ეს თუ გამძლეა და მსუბუქი ალბათ უფრო პრაქტიკული წესაა დიდი ხნის ხარების დროს კოროზიები აწუხებს ხოლმე და მე სამბარა შეგით არ მოძრაობს და თქვენ შეწოდებაც უჭირს ხოლმე და პლასტიკი ეს ინერტული მასალაა და აქ არ ჩანგდება არც არასთან ძალიან მსუბუქია და ხელსაწყოთა დვილია და თუ გადავიდნენ პლასტიკის ჭიდებზე კიდევ არსებობს ფანჯრიანი ის ინფორმაციული პლასტიკის ჭიდები საწყების რაოდენობა ჩანს ან ამოჭრილია ხოლმე სპორტულები ესენი უფრო ეს 20-იანია ვიცი 30-იანიც არსებობს და კიდევ უფრო დიდებიც 30-იანიც არსებობს და უფრო დიდიც არსებობს და ბარაბანი და რაღაცა ეგეთებიც ორი ბარაბანით არსებობს კიდე ამისთვის ასეთი ნაწილია და უკან ორცელი ბარაბანი აქვს ის უბრალოდ უტყვიან ფქვევი თუ გამოიყენებ ფქვის ვარიანტში რა მაგრამ ამისი ასეთი შეშხანების სრულები როგორც წესი არ არის გათვლილი დიდი და ხანგრძლივი დროის სროლაზე რა აი როგორც ყვიან ფქვევი შეუძლია რამდენიმე წუთი შეუწყოთ ადისროლოს ეს იარაღები არ არის გათვლილი შენ ახლა ეგ მითხარი მტაცებელზე და მავნებელზე ძალიან კარგია მტაცებელზე და მავნებელზე ძალიან ზუსტი იარაღია ძალიან მსუბუქია ძალიან კომფორტულია თუმცა გამძლეობით ერთი-ორად ხარისხიანიცაა მაგრამ გამძლეობით ერთი-ორად ჩამოვარდება რაოდენობით გასაკვირიც არ უნდა იყოს ისევ რუსულ აკას სისტემას იმიტომ რომ აკას სისტემა არის როგორ გითხრათ ჩაკოჩით და სულით ნაჩიჩქნი და ჯორკნი მაგრამ აი ძალიან
ჭარბი გამძლეობის კაი, სხვანაირად გეტყვით 30-40,000 გასროლას გაუძლებს ეს. კი, თავისუფლად. ხო და აღაშენა ღმერთმა. მაგრამ ის უთვლებს აგრესიულ კლიმატურ პირობებსაც, რა თოვლი, ყინვა, ტალახი, ჟანგი. ეგ ჩვენ არ გვჭირდება. არა, ჩვენ არ გვჭირდება, მაგრამ სამხედრო იმაში გავუნებთ. ხო, მაქვს თვალსაზრისით კი, მაგრამ ჩვენ პირობებში ეს არის ხარისხიანი, მორგებული, კომფორტული, სუფთა, არისტოკრატიული ჭაშანა და ის ცოტა ესეთი თემა, აი, ველური ვარიანტია რა. მე მინახია კალაშნიკოვი, რომელსაც ჩამპალი ლულები ჰქონდათ უკვე, ჟანგიანი და კოროზული ლულა აღარ ჰქონდა. ჩამპალი ჰქონდათ ლულები და ისროდნენ. არ ჰქონდა უკვე მოხდების ამბავი და ისროდნენ. არ ჰქონდათ რაღაც ნაწილები და ის ერთ წელს მაინც ისროდა. გაზოკამერაზე აღარ მახსოვარი, ვაფშე აღარ გაწონდილი არაზუსტი, მაგრამ ესენი ცოტა ესეთი თემაა, ცოტა ფაქიზები არიან, წვენა უყვარს რა. ეხლა ეს არ ვიცი შენზე როგორ არის მორგებული ეს ოპტიკა. ამას მექანიკური სამიზნე არ აქვს. ყოფნის იმდენი გამოცდილებული, რომ მოვერგები ამ ოპტიკას და არა, რატო გეუბნე, ვიცი, ისა ჯგუფი რო ვანახოთ და თუ გახვრიტავს და იმას იზოს. არა, გაცეშე დროებით დავწეროთ ესენი წყვიები და ხო, მოიქ მანქანაში მაქვს, მოგაწვი და შენი ადგილი დაიკავე, მიდი დაიჯექი და მოგიტან ყველა. მიხნაში ვეხუჯიბეში. ხო. აგერ სამიზნესთან დგას ის ჩვენი პატარა კამერა, იმედია მორტყმებს გადაიღებს და თუ არა ვაცილეთ და რამოდენიმე მაინც მოვარტყეთ ისე რომ ხო, ტყვიები ბევრი არა გვაქვს. ცოტა გვაქვს ხო რამოდენიმე ხო და ეთი 7 წელი გვაქვს სულ, მაგრამ რაც გვაქვს გავისრით და გაჩვენებთ. რა ჯგუფს გააკეთებს. დიდი დავტანეთ როგორც გითხარით დაახლოებით 80 მეტრი. დაახლოებით არა, ზუსტად ეგრეა, იმითი გადავზომეთ ჩვენი მანძილმზომით. სხვათა შორის ადრე რო ვისროლეთ და ეს ქვა რო გვეგდო, დიდი ქვა არავის არ წაუღია, ისევ მანდაგდია. იარაღი დავტენე. რომელზე დგას? ხო, ჩვენზე მოკახლა და ხო, მეტყვი ვავაგზელებ სროლს. კაი, გახსენი ახლა ოპტიკა და გახედე და სროლა? კი, აბა რაღაც დაველოდოთ, ისეთი ქარია. მე მზადა ვარ და. ნახეთ, როგორ ის გვიახლოვდება ღრუბლები. მოიცა ირაკლი? აჰა. ჩვენო ხავს. აქეთ სუფთა, მაგრამ იქიდან რაღაც ძალიან ცუდი ფერის ღრუბელი. მე მზად ვარ. ხო, შენ ხო, აი იმაზე რო მომოვდით. აი იმაზე ხა კვილები სად გამოჩნდება ხა? თორსა ბოლომდე არ მიდის ეს როცა ეხილება. ეს დაჩეს ხოლმე წარმოგიდგენ. ხო, ჩავარტყავ რო. მიკაჩო ეს. ანუ ახლა წესრიგშია. ახლა ყველაფერი გზია ხო. შენ ახლა მე რომ მზად ვიყო, შენ კი გიკეთია ეს აქტიური საყურე. ხმა დიდი ექნება. თან მინდა რომ ეს გავხსენი მცველიდან და ვაკეთებ გასროლებს. ამოგდების მომენტიც რო გადავიღო, მოიცადე? შეანელე მაშინ. რო თქვი რაღაცა ზუმი უნდა გავადიდო. ამინა კარგია. შენ უფრო დაინახავ, სად მოვარტყავ. ბიჭო, რკინას ხდება. აი, გაჭედა, არ გაჭედა, უყურეთ. ეს არის მასრა დაიჭირა ამ შემთხვევაში. ხო, ანუ ექსტრაქცია ვერ გააკეთა რა სულად. მასრა დაიჭირა და ამას აი ასე უშველით ჩვენ ძალიან მარტივად. ამოვიღებთ. მომეცი, ჰა. ეგ სპეციალურად ქენ თუ თვითონ აქ რა. არა, თვითონ დაიჭირა, რავი, მე რა შოში ვარ. იქ მე ხდება მიზანში. შენა ვიღაცა ხო არ გონი ვარ. რკინას ხდება ყველა მე მგონი. Всё. მორჩა, დატოვა გადახსნილი. დატოვა გადახსნილი და როგორც გეუბნებოდით, აი ამ აი მოდი ჩავატაროთ ეს რა, ვითომ გავუკეთე ახალი მჭიდი. დარჩა ასე, აღარ დავჩავარდნები. გავუკეთეთ ახალი მჭიდი. და
გასაგებია. ყველა ვაცილება. რამდენი გორგონია გახვრიტა და თუ არა კონდა დებულ. შენ რო თქვი რომ გახვრიტავდა, ჯერა რომ გახვრიტავდა. ჯერა. მე არ ვიცი ახლა 223-ზე. გამოცდილება არა მაქვს რა, ნახევარ. საკმაოდ დიდი ქარია, ცოტა თუ გაფანტული იყო. ძალიან არ მლანძღოთ. მარტო შეიმბრალი არ იქნება ეს ამბავი. შენ ხო სულ წერტილში უმიზნებდი. ხო, აბა წელს უმიზნებდი მე. თუ აქ მოხდრილი ვაფშე რამე. მე კი ვიცი რა არა, ბიჭო, უწითლებში აქ ძართხმული ნახე. შენ ენაცვალე ჯგუფია ძმაო. გეუბნები რომ 6-7-ია მეთქი, ხო გითხარი, აგერ არის. ძმაო 7-ვე აქ არის, მეტი რაღა უნდა ქნას. ეს არის სულ 3 სანტიმეტრი ეს წითელი 35 მმ-ია და აქედან რომ პირველად არ მესროლა უფრო კაი გაკეთებოდა. ციგ 80 მეტრში შეიძლება ითქვას ერთ სპიჩკის კოლოფში ჩაალაგე. და ეს უყურეთ, ახლა უკან ნახე. ეს იყო ჩვენი მორი და უკან ლისტი. გითხარი? აი ნახე. ეს დაბლა ნახე. ეს ნახე? ცელია? არა, ეკლებია. კიდია დაბლა უყურე და იქნება, იმიტომ რომ უყურე გახორტილები. აი ამოხრიტა, რაც შეძლო გამოხრიტა. თუ ეს სახუმარო საქმე მაგრამ ეს ამხელა ჯირკში გაიარა და მე გახორტა კიდე. ხო, აი როგორც გაჩვენეთ. მე თავიდან მინდოდა, მოდი ჯერ დავდოთ და თუ ეგახრიტა, მე ისე გავაკეთოთ მე. გითხარი ფრაგმენტირდება მათი. ხო, რა დაწკნილი ის და ნაკოწები ხარ. ეს ჯირკი არის დაახლოებით 20 სანტიმეტრი. 20 სანტიმეტრი არის ეს. და იგავე რა. იმ პატარა კამერაზე კარგად გამოჩნდება, იმედია ჩართულია. მეცადი როგორ ფიჭუსუნი გავუშორო გახურდა. ხო, გამოიტანა შევიდე. აი. აუ, ძალიან კმაყოფილი დავრჩი. შენ წარმოიდგინე 80 ა? ის გიხდება. არა, ლისტი არ არის პრობლემა, ჩაქუჩ დაარტყავ გასწორდება. ეგ ლისტი მქონდა. აი კიდე ერთხელ გაჩვენოთ. ნახეთ რა, კარგი ჩალაგება აქვს. ეს სტაფილოსფერი ლაქა არის 35 მმ. ძალიან მაგარია. აი, გამოიტანა უყურე. ესენი აშუახიდან ამოვიდა. ო, არ არის გაშვილი. ხო და ეს ლისტი გახორტილია, უკანას არის გასული უყურე. მოდი დავით ხა. გამოგლეჯილი აქ აქედან გამოსული. გამოგლეჯილი იქნება, აბა რა იქნება. ხო, აქედან გამოვიდა, მაგრამ ეს ფოლადის ლისტი სპეციალურად ვიყიდე, რომ ადრე სანამ ამ მორს დავითრევდი ხოლმე გადაჭრილს რომ ამომეღოდა ის და ეს პებს გახსოვს სტრუქცინით რომ ამაგრებთ, ამდენ სტრუქცინა დამილეწე. კაი, ეხლა ესეც რაღაცას გთავაზობ. არა, ისიც გაგლიჯას უყურე. არა, მაგარია რა. 1 2 3 4 რაღაც არის შემოსული ეგე. ამ ჯირკში არის კიდე შესული ნახე. აი, ვახშე. ხო, აბა რა იქნება? ჯირკშია შეჭობილი ტყუები. ხო, ისეთი ძალა აქვს და. აი, რაც გახვრდა, რაც არა და ესე ამოყირავდა და აი ისხლით. აქედან ბევრად კარგი, უფრო კარგი ჯგუფების გაკეთება შეიძლება მე არაღიდან. უფრო კომფორტულად რო ყოფილიყავი რა, რავი, ამ მანძილზე არ უნდა აცდინო, რავი რა, გითხრა რა. აი აქედან შენი მანქანის ფარი როა, თავისუფლად ჩავალ სკოლაში.
ფაქტიურად იქვიდეკით და სპიჩკის სკოლებში ჩახვედი და მანქანის ფარი კიდე და რავი, რამის აგურის ხელაა. მომეწონა ძალიან კარგი შედეგი იყო. ну ზოგადად ამ იარაღის კალიბრი და თვითონ კონსტრუქციული გადაწყვეტილება იძლევა იმ საშუალებას, რომ ეს იარაღი არის მართლა ძალიან ზუსტია. ეს მე კი არ ვარ ფენომენი, ძალიან ბევრი ადამიანი ამ იარაღიდან, ასეთი ტიპის იარაღებიდან ძალიან ზუსტ როლებს აკეთებენ, მაგრამ ყველაფერი მაინც ვარჯიშია, ვარჯიშის და პრაქტიკა. ხელის მიჩვევა და ხუნთის მახსოვრობა, ხელის მიჩვევა, თვალის მიჩვევა, ოპტიკასთან მუშაობა გინდა თუ არ იცი ოპტიკა აგიფანტებს. წამო ახლა დავდეთ მანქანაზე, ბოლოს იტყვა ვთქვა, დავემშვიდობოთ ამ ხალხს. მე რა ვიცი, ძალიან დადებითი ემოციებით ვარ დამუხტული თუ დატვირთული. ფაქტიურად რა ჩააჭიკჭიკა ესენი რა. მე ერთი რა შეიძლება ვქნათ, იცი? ჩემი ფესერიდან რომ გავაკეთოთ იგივე გასროლები. კი ბატონო, მორი არის, ეს ლისტი არის, ყველაფერი ადგილზეა. ტყვიებიც მაქვს. იგივე შეთყვია ვესწროთ ამ სამიზნეზე, ამ ეგეც 223-ია ბესერი? 45-ზე. სულ ამერიკული ვარიანტი გავაკეთეთ. კარგი. იგივე ჩამოდებიდან ოღონდ სკოლე მოტორით ვარ. კარგი. მოკლედ და კონკრეტულად დავასრულეთ ჩვენ Daniel Defense-ის საოცარი ნახევრად ავტომატური კარაბინის სროლა, შედეგი თქვენ თვითონაც ნახეთ. იქ პატარა კამერიდან ალბათ უკვე ნახეთ ამოსაღებია იქიდან კადრები. ხო და ეგეთი ამბავია. მე ძალიან მომეწონა, ძალიან კმაყოფილი ვარ. 223 კალიბრთან შეხება არასდროს არ მქონია. და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან აღფრთოვანებული ვარ, თან უდიდესი გამტანი ძალა ქონია. კი. ისეთი კაცი არ არის, არ დავასახელებ სახელმწიფოს, მაგრამ დარწმუნებულიც ვიყავი, რომ ასეთი კარგი იქნებოდა, ასე კარგად იქნებოდა გასწორებული, იმიტომ რომ თუ იცი ოპტიკასთან მუშაობა და თუ იარაღი ხელს გეწყობს, ამ პირველად ვისროლე ახლა ამ იარაღიდან სევათ რა ვიტყვათ. როცა იარაღს ეჩვევ უკეთეს შედეგებს და უკეთეს შედეგებს და მე კიდე არ გინდა ეჩვევი რა, დაასახელებ რა აგერ გვერდზე დგას და მაგრამ ტელევიზორში გამოჩენა და ის ხო და არ უყვარს როგორ ჩაიმე. როგორც არა, ჩემთან სხვა თემაა ახლა მოატრიალები სელფივით ისა. მე როცა საჭირო იქნება გამოვჩდები. ბევრი მიცნობს და ხო, რა თქმა უნდა. მოკლედ რა შეიძლება ითქვას, რომ დადებითად განვეწყეთ. თუ ფირმაც ისეთია და ისეთი ასე ვთქვათ, აზბორილი ქართულად როგორ არის, თუ ისეთი აკინძული აწყობილია იარაღი, ასე ვთქვათ, პროფესიონალურ დონეზე და რავი, სამიზნეზე სასრულად კი არა, ბრძოლაში წავიღებდი, ისეთ კარგად არის დალაგებული ყველაფერია და იმედი მექნებოდა ყოველ შემთხვევაში ასეთი არ არის. ეხლა რამდენჯერადი გადიდებით ეს როდი შენ? აღარ არ შემიცვლია, მე არ მომიგდია ოპტიკისთვის ხელ. ორიანი გადიდებით. ორმაგი გადიდებით, ხო? არა უკაცრავად, 6-იანი გადიდებით. 6 მაგი გადიდებით. სულ რამდენი აქვს მაქსიმალური? 6. ანუ ბოლომდე ყოფილა ისა, მოძეული. ბოლომდე არ მომიგდია ხელი საერთოდ რა. და ეს ოპტიკაც არ მეხმარება, მე მქონდა ვორტექსის იგივე ტიპის ეგეთ ვორტექსია, ხო? არა, ეს არის ვექტორი. და თან ეს არის ოპტიკა კოლიმატორია რა, ოპტიკის ფუნქციებიც აქვს და ახლა კოლიმატორის შარტო და ანათებს რა წერტილს. ანათებს? ხო. მოვიდა გაგვახედე აბა ერთი. იქით მიუშვირე ისე. დამამცადე ჩავთო კაცო. და თვითონ ბადეც რო ალბათ წერტილს გაანათეს ეს. წერტილს კი, მაგრამ ბადე გამოჩდება? ეთყობა ელემენტი არ არის და არ ანათებს. ბადე ჩანს იქ მინდელოს რომ მიუშვიროთ. ბადე ჩანს. ბადე ჩანს, იგი? არა, აქეთ დამიდექი. ასე მე ვერ დავიკავებ, ხარს უნდა დაიდოროს, გავას გამომაგრე. ახლა მაქსიმალურად ახლოს რომ მიიტანო. აჰა. აი ასე მიიტანო, აი. მიიტანო კაია. მიადე თვალი მაგაკულოთ. გინდა კაია, უნდა გერგებოდესო. აიცადე. უბედურება.
აუ ეხლა ამას ეხვეწეს ფოკუსის დაჭერა. რაღაცას ვერ აფოკუსებს. ოე. ნუ ერთ სიტყვით რა. არ ვიცი ხლა. როგორ გამოჩნდა და რა. ეს ტელეფონის ამბავია უკვე. კიდე რა შეიძლება ახლა ვთქვა? მხოლოდ რაც ნახეთ დადებითი. ძიმეც არ არის, ასორი აქ არ მაქვს, მაგრამ ხელზე არა, მძიმე არ არის ძალიან. ხელზე რო ვატყობ, მე მგონი ეს ოპტიკას უფრო მეტი სიმძიმე აქვს, ვიდრე თოვებს თვითონ. აი გზევით პიკატინის ის რო აქ რელსიო თუ რაღაცა ზემოდან. რა რაზმეტკები აქ რა არის დაწერილი ზემოდან? შეგობა? ეგ სამაშენია. მანძილები არის. აი ესენი. ოპტიკას დაამაგრე და გაასწორებ და იმახსოვრებს რა და სამახსოვრო ის არის რა. ხო, გასაგებია, ახლა გავიგე. ეს ტვისტი არის, მე მგონი 10 და 0, აი ეს რაღაცა ტვისტის თემა არის. მომისმინე, გვერდზე გადმოატრიალება მჭიდი და ტარისის პროპორცია რო გამოჩნდეს. მე მგონი 30-იანი უკვე ზედმეტი იქნება ირაკლი. აყირავ ერთი წუთით. არა, ზევით მოკიდე ლულაზე და კონდახზე რომ ჭიდი და იმის პროპორცია გამოჩნდეს. აი 30-იანი უკვე ძალიან ჩამოგრძელდება მე მგონი და ძალიან ეს. სამადირო და არც გჭირდება რა. არც გჭირდება 20 არის სავსებით საკმარისი. მე მაგ ასეთი ვეკარაბინე 19 ლუგერზე, ოღონდ ის კოლტის ფილმისაა. ის არ გიქნება ნახე, ის ძალიან იშვიათი არ არის. მე მაგ მარტო ისეთი საქართველოში არის, არა. იგივე ბაზა არის, ოღონდ 19 ლუგერზეა, ინერციული სისტემით არის და გრძელი წვრილი მჭიდი აქვს. ლუგერებში. აპარატს რა ქვია? მოიცადე რა ქვია, კოლტის M15-ია tactical machine gun. დამოვიღოთ და ვარახუნოთ მე ერთით. მაგის ტყეები ცოტა ძვირიღეს. 9-19-იო და. ხო და არა მაგ ახლა ხო დაუთხარი მოწვა ვეუბნებით. მოდით მაშინ ამით დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი ვიდეო. ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ვინც მოთმინება გამოიჩინეთ და ბოლომდე გვიყურეთ გადახვევის გარეშე. იმედია საინტერესო ვიდეო გამოვიდა და ისევ და ისევ გამოიწერეთ ჩვენი არხი, გადმოდით ჩვენ არხზე, გვიყურეთ, დაგვილაიქეთ, დაგვიკომენტარეთ და ვიყოთ ერთობით, თან გავერთობით. ვიყოთ ერთობით, თან გავერთობით, კარგად თქვი. აბადროებით ხალხო. მოდი სურათი ჩასვიჩე მაგ ვიდეოს იმაზე. ესე ცალკე გადაგიღებ და მოიცადე.